საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს გადავწყვიტე ცოტა რაღაც ესეთი შემეცნებითი ვიდეო ლაივ ჩამეწერა. ყოველგვარი, ასე რომ ვთქვათ, დღევანდელი პოლიტიკანობის, ამას პოლიტიკა არ ქვია, საქართველოში იქნება. მთელი ესე იგი საქართველო მელიას ცეკვაზე არის და დაცინიან და გულს იოხებენ და ნაცებმა შეჭამეს მთელი ქვეყანა და სვამენ, ჭამენ, გულაობენ და ლაივებს წერენ იმის მაგივრად, რომ ციხეში იყვნენ და ციხეს ხეხავდნენ და ხალხი Facebook-ზე დაწერილი კომენტარებით იოხებს გულს და ლანძღვაგინებით და დაცინვით და ისინი კარგად გულაობენ და ცხოვრობენ და მაგათი დამფარებელი, ხელის დამფარებელი კოცები და ახლა ამ დონის საზოგადოებას ცოტა ძნელია დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობები გააგებიო, აუხსნა, მაგრამ ჩემ აუდიტორიაში არის ძალიან ბევრი ნორმალური ადამიანი, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვისაც უბრალოდ აქვს რაღაცა კითხვები თუ ჩემი თვალით დანახული, ახლა მე რასაც ვსაუბრობ ჩემ ვიდეო ლაივებში და საერთოდ ეს ყველაფერი არის ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე და არავისაც არ ვიმეორებ და ბევრი კითხვა ჩნდება, ბევრ ნორმალურ ადამიანს აინტერესებს მაგალითად, რომ აი რატო ხდება ეს რუსეთი, რატო არის ასეთი, ბოლომდე რატო არ გვეშვება, ჩვენ არ გვეშვება, სულ ომობს. ზომბირებულ ადამიანებზე არა მაქვს საუბარი ახლა, იმათი აზროვნება საერთოდ ნულის დონის აზროვნებაზე დადის, რომ ყველაფერი დასავლური სიწმინდეა და თურმე როგორ შეიძლება რაღაცა თქვა, აი ნატოს 5 პუნქტთან დაკავშირებით, მე-5 პუნქტთან დაკავშირებით რომ მქონდა, სხვათა შორის მინდა გითხრათ, ვათარგმნიე ერთ ძლიერ თარჯიმანს და დავდებ მე ამ პუნქტს, რომელიც თბილისის სამოკავშირეო ოფისში იყო ამოღებული და თავის ჭკუაზე იყო დაწერილი და ჭეშმარიტი თარგმანი რა არის ნატოს მე-5 პუნქტის და დავდებ ამას ჩემ გვერდზე ქართულად, რუსულად და ინგლისურად და ვისაც გაინტერესებთ, წაიკითხეთ რა, რასთან დაკავშირებითაც მქონდა ანალიზი და დღევანდელი ვიდეო ეთერი მინდა მიუძღვნა ზუსტად იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჯერჯერობით კიდე გაურკვეველი არის, რა უნდა ამ რუსეთს, ან ჩვენგან რა უნდა, ან უკრაინიდან რა უნდა, ან რატო ეს დასავლეთიდან რაშია საქმე, რატო არ წყნარდება ეს ქვეყანა და რატო არის მანდამაინც სულ ომებში და სულ თურმე აგრესორია და სულ დამპყრობელია და რუსებს რო კითხო კიდე მუდმივად თავდაცვის პოზიციიდან საუბრობენ და ასე შემდეგ. ხო, აი მაგაზე ვსაუბრობ, შენ შემოგევლე და აი დღეს მინდა უბრალოდ მშვიდად ყოველგვარი ლანძღვაგინების წივილ-კივილის გარეშე ვესაუბრო იმ ნორმალურ ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ ეგ ყველაფერი და რაც შეეხება, იცი, ერთი რაღაცა მინდა რამდენჯერ ეს რა ვიცი, გამოწვევა გავაკეთე ამ ხალხის მიმართ, ყოველთვის ყრუკედელი და დუმილი. ახლა მე არ ვაპირებ ვესაუბრო, არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რაღაცნაირად ისეთ პროპაგანდიდან ზომბირებულ ადამიანებს, რომელსაც აზრი არ აქვს, რაც არ უნდა ესაუბრო, არ აქვს მნიშვნელობა, გინდა მიშისტი იქნება, ბიძინისტი იქნება, მედასავლეთე იქნება თუ ვინ არ აქვს მნიშვნელობა. აქედანვე ახლა ვამბობ, მე პირდაპირ მიმართვას ვაკეთებ, ვინც ნახულობს ამ ყველაფერს, ხო ძალიან ბრძენ ადამიანებად მოგაქვთ ბევრს თავი აი ამ მედასავლეთეებს გეუბნებით რა. ხო და მოგმართავთ რა აი ამ მედასავლეთეებს, ეგრეთ წოდებულ ბლოგერებს, ეგრეთ წოდებულ რა ვიცი პოლიტიკოსებს თუ გინდათ, ვინც შაჰიდივით იძახით, ვისაც რო გკითხოთ ადამიანმა აზრი მოგეთხოვებათ და საუბარი შეგიძლიათ და რაღაცას თქვენ სიტყვას ფასი აქვს.
არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ ბოლო საუბარი, როდესაც იყო ვახოსანაიასთან და თეოფილე მალაქიას აუდიტორიასთან არ არის სრულად ის ვიდეო დადებული. ამოჭრილი არის, იმიტომ რომ დაპირისპირება მოხდა, მე ბევრმა მკითხა, ჩემთვის არავის არ მოუწოდებია ეს და კარგი. მაგრამ ბევრს აინტერესებდა რა დისკუსია შედგა. ხო და ამიტომ თუ ხართ თქვენ თავში დარწმუნებული და თუ გაგაჩნიათ ცოდნა რომ შეგიძლიათ კი ბატონო ვისაუბროთ საპირისპირო აზრით ერთმანეთის აზრს პატივივცეთ და მოусმინოთ და აგერ აუდიტორია და შეგვაფასოს. აი ამ მედასავლეთეებს გეუბნებით და სხვათა შორის იგივე ეხება იმ მერუსეთუმეებს, რომლებსაც უბრალოდ რო კითხო ჩვენი საშველი რუსეთს გარდა არაფერი არა, მაგრამ ეს ადამიანები უნდა იყვნენ ახლა ვიღაცა რო ჩართო ეთერში და არიცი ვინაა და მე ლანძღვაგინება დაგაწყებიოს და ეს ყველაფერი სულ სხვა რაღაცაში გადავიდეს ესეთ ადამიანებს მე აწინასწარ არ ვიცი ვინ იქნებიან და ამიტომ ვინც არის პროგნოზირებადი თუ შეგიძლიათ კი ბატონო მობრძანდით ბლოგერი იქნებით თუ პოლიტიკოსი იქნებით თუ საზოგადოებისთვის ცნობადი სახე იქნებით ვის აზრსაც რაღაცა ფასი აქვს მე ჩემი მხრიდან გეტყვით რომ მე არ მოგაყენებთ არჩეურაწყობას არაფერს მოვისმენ თქვენ აზრს ყველაზე მიუღებელ აზრს და ჩემსაც გეტყვით. კიდე ერთხელ გადმოვდივარ თქვენ მიმართებაში ამ მოწოდებით ახლა თქვენ მე არსად არ დამიძახებთ და ამიტომ მე გეპატიჟებით აგერ ჩემ სივრცეში და ყოველგვარი მონტაჟების გარეშე რეალურ სივრცეში ვისაუბრებ. ახლა დღევანდელ თემას რაც შეეხება აი რა სურს რუსეთს? აი ბევრისთვის არის ეს აზრი დღემდე გაუგებარი. რა უნდა ამ უზარმაზარ დიდ ქვეყანას რატო არ ისვენებს ხან კავკასიაში აქვს ომი ხან იმაში აქვს ხან ასია და ყველგან აკეთებს ცუდს და კიდე კაი ეს ამერიკა რო არსებობს ეს დალოცვილი ამერიკა და კიდე კაი ეს დალოცვილი ევროპა რო არსებობს თუ არა ალბათ ამ ბნელ რუსეთს მთელი მსოფლიო ეყოლებოდა შეჭმული აი ასეთი აზროვნება არის დამკვიდრებული ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში და მე მინდა ახლა უბრალოდ გესაუბროთ რუსეთის პოზიცია რატო არის ასეთი ხისტი და რატო მოქმედებს ის ასე როგორც მოქმედებს იმიტომ რომ მეც მქონდა ეს დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და დროთა განმავლობაში წლების განმავლობაში როდესაც შევისწავლე ისტორია როდესაც თანამედროვე პოლიტიკური თუ წარსულის გეოპოლიტიკური რეალობები გავაცნობიერე ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა და მე ჩემ აზრს გეტყვით. საერთოდ ნებისმიერი ქვეყანას და ნებისმიერ საზოგადოებას ერთხელ მაინც თავისი არსებობის მანძილზე მინიმუმ ერთხელ მაინც ქონდა აღმავლობის პერიოდი ნებისმიერ სახელმწიფოს რომელიც აი დღევანდელ დღემდე რო გადახედო მის ისტორიას ოდესღაც ეს ქვეყანა ჰეგემონი თუ არ იყო ოქროს ხანა ქონდა, ხო? აი ჩვენ ქართველები მაგალითად ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანას და ჭეშმარიტად ოქროს ხანას მივაწერთ მე-12 საუკუნეს მე-13 საუკუნის ასე რომ ვთქვათ დასაწყის, ხო? აი ამ პერიოდს, როდესაც დავით აღმაშენებლის ბრძოლის, შრომის, დაუღალავი, უშრეტი ენერგიის წყალობით და რა ვიცი არა ეს ჩემთვის ეს ადამიანის ხელით გაკეთებული საქმე არ არის. ეს არის უფლის ხელით გაკეთებული საქმე. რაც დავითმა შეძლო მაშინ, შემდეგ რო ვთქვათ, ლაშა გიორგის პერიოდამდე. ლაშა გიორგის პერიოდის შემდეგ ხდება ჩვენი სახელმწიფოს დაცემა, მონღოლთა შემოსევა, მერე გიორგი ბრწყინვალეს პერიოდამდე ხდება ვარდნა შემდეგ გიორგი ბრწყინვალე ერთადერთი ასე რომ ვთქვათ განსაკუთრებით ბრძენი მეფე რომლის წყალობითაც საქართველოს საერთოდ უბრძოლველად და უომრად და დამპყრობელის ხელით იქნა გამთლიანებული, გაერთიანებული და გაძლიერებულმა და გამთლიანებულმა საქართველოს, მშვიდობით გამთლიანებულმა საქართველოს შეძლო ის, რომ
ამ პროფილს გამოყოფოდა ის და შექმნილიყო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო. აი გიორგი ბრწყინვალის პერიოდიდან დასრულების შემდეგ, აი როდესაც უკვე თემურლენგის ლაშქრობები, დამანგრეველი ლაშქრობები იწყება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, 8 დამანგრეველი ლაშქრობა, რომლის ერთმა დამანგრეველმა ლაშქრობამაც კი იმპერიები გაანადგურა. მის მერე ამ დიდი ომების შემდეგ და ამ დიდი სისხლის ყრის შემდეგ იწყება საქართველოს დაქვეითება და აი სულს ვღაფავთ მე-19 საუკუნემდე, ხო? აი ესაა ისტორია, ახლა მე ხო არ ვიგონებ რაღაცას, ხო? სულ ვიბრძვის ქართველი ერი გადარჩენისთვის. მის მერე ჩვენ არა გვაქვს იმის ხანა, რომ აი ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ერმა ამოისუნთქოს და თავისუფლად ამოისუნთქოს. უბრალოდ მშვიდობიანი პერიოდებიც კი არა გვაქვს ამ პერიოდში, ხო? არის სულ ომების და სულ ღალატის და სულ 1000 უბედ გმირობის და ღალატის ისტორია მოდის და აი მოვდივართ დღემდე. გაძვალტყავებული. ყველაზე შედარებით მშვიდობიანი პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც საქართველოს შედის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, კი ბატონო, სამეფოს გაუქმებით, სხვა ბევრი რამით. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც პრობლემა გვედგა ქართველ ერს ჩვენი არსებობის მანძილზე, ეს იყო ჩვენი რწმენის საკითხი, მართლმადიდებლობის საკითხი და ფიზიკურად ბიოლოგიური გადარჩენა ქართული ეთნოსის, ამის პრობლემა გვარდება. გვარდება ამის პრობლემა ამ 200 წლის მანძილზე და შემდეგ დგება ის პერიოდი, რომ გვეძლევა 3 წლიანი თავისუფლება. ყველა, რა ვიცი, 1000-ჯერ მისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინაც მოღალატეები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, საერთოდ ფეხებზე ეკიდათ. მაგრამ ესეც მისით არ დგება სხვათა შორის. გვაიძულებენ ჩვენ რომ გამოაცხადებიოთ, ახლა ილია ჭავჭავაძის პერიოდი რო ყოფილიყო და ეს მომენტი მომხდარიყო, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა, მაგრამ ესეთი მოღალატეები იყვნენ. მაშინ ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში ეს ჟორდანიები და მათი მოდგმა გვაიძულეს, რომ დამოუკიდებლობა გამოგვეცხადებინა. მერე ხდება ისევ დაკარგვა ამ დამოუკიდებლობის, ისევ 70 წლიანი პერიოდი, ახლა მე-20 საუკუნე იყო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საუკუნე, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი. კიდევ მოგვეცა შანსი იმისი, რომ უბრძოლველად მიგვეღო ახლა სისხლის ღრის გარეშე, ომების გარეშე გამხდარიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა, ახლა 9 აპრილი შეიძლება ომზე მეტი იყო, მაგრამ ახლა ისტორიულად ომებით არ გამოუყოფილვართ ჩვენ რუსეთს და 6 თვე ვერ შევძელით. ვერ შევძელით უბრალოდ ეროვნული სახელმწიფოს შენარჩუნება და მის შემდეგ 30 წელიწადია ვიმყოფებით ვასალურ დამოკიდებულებაში, ქვეყანას მართავს უცხო ქვეყნიდან დანიშნული, უცხო ქვეყანაში გაღზდილი, აღზრდილი მოღალატეების პოლიტიკური ელიტა, ვიმართებით უცხო ქვეყნის ინსტრუქციებით და ვართ ამ დღეში. დღემდე ვართ აი ამ დღეში. ამიტომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია, ხო? და დღეს ნორმალურ ქართველს რო შეეკითხო, როგორი საქართველო გინდა, რას გეტყვის ნორმალური ქართველი? ნორმალური ქართველი გეტყვის თავის ისტორიულ მახსოვრობას, რომ მას უნდა ისეთი ძლიერი საქართველო გქონდეს, როგორი ძლიერი საქართველოც იყო დავით აღმაშენებლის პერიოდში. აი, იმას ხო არ გეტყვის, რომ მე-17-18 საუკუნის საქართველო მინდა, სადაც რა ყოფილი იყო ამასის ზავით, იქეთ ირანი, აქეთ ოსმალეთი, ინდონეზია იყო მისული სიტუაცია, რომ ტყვეთა ვაჭრობით ერთ შვილს ზრდიდნენ იმისთვის, რომ გაეყიდათ, რომ დანარჩენები გადაერჩინათ და იქედან ლეკიანობა იყო და 1000 უბედურება, ხო? ლექსიც რო არის, ხო? ქისტი, ღლიღვი, ჩერქეს ქისტი, დიდო ღლიღვი, ყველა ქართლის მტერი იყო, ყველა მწახკრა თითო ქიშპი. არ გეტყვის ამ პერიოდს. გეტყვის იმ პერიოდს, რაც მისთვის არის ყველაზე აბსოლუტურად ნორმალური, ხო?
და თუ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ეს აზროვნება გქონდეს და ეს აბსოლუტურად ნორმალური ადამიანური აზროვნება, ასე აქვს ნებისმიერ ერს აქ, როდესაც მისი სახელმწიფო იყო ძლიერი, უნდა ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრე. ეს არის ადამიანური ამბავი და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ახლა მოუბრუნდეთ, როდესაც რომელიღაცა ქვეყანაზე ვიწყებთ საუბარს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს დაარსების აღმავლობის რთული პერიოდებს დღემდე ერებმა, რომლებმაც მოაღწია და ქვეყნებმა, სახელმწიფოებმა მოაღწია, ყველას ჰქონდა რთული ისტორია, უამრავი სახელმწიფო გაქრა, უამრავი ერი გაქრა, უამრავი იმპერია განადგურდა და ეს პროცესები სხვათა შორის დღევანდელ პერიოდშიც ხდება. უამრავი ფაქტი არის მაგის, რომ მაგალითად ვთქვათ, იუგოსლავია, რომელიც იყო ძირითადად ერთი ეთნიკური ჯგუფის სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანების მიერ შექმნილი სახელმწიფო დაიშალა თუ დაშალეს თუ დააქციეს, ფაქტია რომ გაქრა ეს სახელმწიფო აგერ 90-იანებში რუკიდან, ხო? ხდება ესეთი რაღაცეები. აი მაგალითად სუდანი ქვეყანა, რომელიც გაიხლიჩა და ჩრდილო და სამხრეთის სუდანათაა გადაქცეული. არის კიდე ესეთი რამოდენიმე ქვეყნები, რომლებიც განაგრძობენ დაშლას და დანგრევას. ამიტომ ჩვენ რეალობაშიც შეიძლება მოხდეს ის, რომ საქართველო ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ თვალწინ გაქრეს. ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. როგორც გამქრალ. იძახთ ახლა 21 საუკუნეა და სოფლიო საზოგადოება და დემოკრატია და ეს იდიოტიზმები იძახეთ რამდენიც კი. და რა შეეხება რუსეთს? ხო? რუსეთის როგორც სახელმწიფოს და როგორც ქვეყნის ისტორია იწყება, რთულად იწყება. სადღაც მე-9 საუკუნიდან სლავური ტომების ერთ-ერთი ტომი ახდენს რაღაცა განვითარებას, შეკრა სამთავროები არის კიევის რუსეთი, არის მოსკოვის სამთავრო, არის ნოვგოროდის სამთავრო, ასე შემდეგ. მე ეს ქვეყანა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არის პოლონელების დაპყრობილი, ლიტველების სხვათა შორის ლიტვის დიდი სამთავრო იყო დიდი ხნის მანძილზე რუსეთის ასე რომ ვთქვათ შემადგენლობაში და რუსულ ტახტზე ლიტველები შემოკარგებული ლიტვის დიდი სამთავრო იყო პრეტენდენტი და შემდეგ გამოჩნდებიან მონღოლები, რომლებიც საერთოდ დაანგრევენ, გაასწორებენ მიწასთან რუსულ სამთავროებს, გაასწორებენ საერთოდ კიევს, საერთოდ ფერფლად აქცევენ და ეს მონღოლების დამანგრეველი ლაშქრობა მიდის და 300 წელი დგება, ხო ეს პერიოდი. რაღაც ცენტრალურ ევროპამდე, გერმანიამდე ჩადიან მონღოლები და ამ დროს უკვე რუსეთი იწყებს აჯანყებას, ამას და მონღოლეთის იმპერიის დაცემის, ასე რომ ვთქვათ, ნამსხვრევებზე იწყებს რუსული იმპერია გაძლიერებას. მოდის ახლა ივანე მრისხანეს პერიოდები ეს და საერთო ჯამში პეტრე პირველის პერიოდში და ამაში ეს ქვეყანა უკვე ხდება ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა ხდება მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელსაც იმ პერიოდის სოფლიოს კოლონიზაცია მიმდინარეობს და არა მარტო უკვე ევროპის და აზიის კონტინენტზე, უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც არის დღეს ჩრდილო ამერიკას სამხრეთთან კოლონიზაციის პერიოდია და სოფლიოში არის კოლონიზაციის პერიოდი ატეხილი. ანუ ამ პერიოდში რუსეთის იმპერია იბადება რთულად და იწყებს განვითარებას. ყველა იმპერიას აყავს მტრები ყავს რუსეთს როგორც ევროპიდან, განსაკუთრებით ევროპიდან ყავთ, რომელსაც არავის არ ჭირდება ეს ძლიერი აღმოსავლეთით ძლიერი ქვეყანა, ჩრდილოეთ ევროპიდან, შვედეთიდან, ასე შემდეგ და ტრადიციული მტრები, იგივე პოლონელები და იგივე ლიტველები და სამხრეთით თურქები, ყირიმის ხანები, ასე შემდეგ და ამ რთულ პერიოდში ხდება ამ იმპერიის ფორმირება ბრძოლებზე. ომებით, ბრძოლებით, სისხლით, 1000 უბედურებით და რუსეთი ახდენს რუსეთის მთავარი ინტერესი არის სოფლიოში დაწყებული კოლონიზაციის პროცესში რომ მიიღოს მონაწილეობა, გავიდეს თბილ წყლებზე გავიდეს, იმიტომ რომ არხანგელსკის მიმართულება, ეს მურმანსკის მიმართულება და თუნდაც
აი ის ჩრდილოეთის ომები, რისთვისაც აწარმოა პეტრე პირველმა, ესეც რთული ამბავია, თუმცა ერთ-ერთი ფანჯარა ზუსტად გაიჭრა ჩრდილოეთში, მაშინ, როდესაც სანქტ-პეტერბურგის დაარსება ზუსტად მაგ მიზნით მოხდა. ახლა რუსების მთავარი ინტერესი არის ისინი გავიდნენ თბილ წყლებზე, რომ ყავდეთ ფლოტი და ფლოტით მოახდინონ კოლონიზაცია და გახდეთ ისეთი მდიდრები, როგორიც არის იმ პერიოდში, იგივე საფრანგეთი, იგივე ბრიტანეთი, ოსმალეთი, რომელიც ასეთივე ძლიერი იმპერია არის, თუმცა უკვე მორყეული კბილებითა და იწყებს ამისთვის ბრძოლას. სამხრეთის მიმართულებაზე, როდესაც იწყებს სვლას რუსეთის იმპერია, ხდება თურქეთი. თურქეთი არის ყველაზე დიდი დაუძინებელი ისტორიული მტერი რუსეთის. იმიტომ რომ თურქეთის შემადგენლობაში არის არათუ კავკასია, არათუ ბალკანი. თურქეთისთვის შავი ზღვა არის შიდა ტბა. აქ არავის არ აქვს სურვილი, რომ ვიღაცამ ცხვირი შემოყოს და მით უმეტეს იმპერია. ჩვენ ვართ ერთი მართლმადიდებლური ქვეყანა მოქცეული ასე ამხელა ურდოში, როგორც სპარსეთიდან, ასევე ჩრდილო კავკასიიდან, ასევე სამხრეთიდან და ახლა რუსეთი ხედავს ამ ყველაფერს ასე. იქ ცხოვრობენ მართლმადიდებელი ხალხი, რომელი მართლმადიდებელი ადამიანებიც ამდენი ხნის მანძილზე არიან გაწამებული, გამწარებული მუსულმანური ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე გახდება, იმიტომ რომ ჩვენ რწმენა ამ ხალხთან გასაყოფი არ აგვაქვს, მაგრამ შემოვა ჩვენს შემადგენლობაში და იქნება ჩვენი საყრდენი კავკასიაში. დანარჩენი მთელი ჩრდილოეთ კავკასია და მთელი თვითონ უშუალოდ უკვე გამაჰმადიანებული ქართული სამთავროები და ოსმალეთის სამთავროები, ეს ისედაც რუსეთის მტრები არიან და აქ არის ზღვა, შავი ზღვა. შავი ზღვა არის, რომელიც არ იყინება, რომელსაც აქვს გასასვლელი. უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების ათვისება და იწყება ომი. 30 ომი არის ოსმალეთს და რუსეთს შორის გადახდილი. 30 ომი. 30 ომიდან 29-ში აქვს რუსეთს გამარჯვება მოპოვებული. ხო, აი ეს არის. რუსების მიმართ აქვს თურქებს აი გენეტიკური შიში. გამოჩნდა მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელიც იწყებს კავკასიაში მართლმადიდებელი ერების განთავისუფლებას ამ ოსმალური ჯოჯოხეთიდან, ტყვეთა გასყიდვისგან, გამაჰმადიანებისგან, წვალებისგან, ასე შემდეგ, ასევე ბალკანეთზე. იგივე რუმინეთი, იგივე ბულგარეთი, იგივე სერბეთი, რომელიც გაწამებული ყავს ოსმალეთს და რუსეთი ამას აკეთებს წარმატებით აკეთებს ამ ყველაფერს. ახლა ისტორია უნდა წაიკითხოს ადამიანი. და რუსეთის მთავარი სამიზნე, უკვე არა მარტო შავი ზღვა ხდება, რუსეთის მთავარი სამიზნე ხდება ბოსფორის და დარდანელის სრუტეები, საიდანაც უკვე კონტროლის გარეშე მოხდება რუსეთის ფლოტის გასვლა. და ეს არის ძველი კონსტანტინოპოლი, ძველი მართლმადიდებლური ქალაქი, ძველი რომი, საიდანაც თავის დროზე მოხდა რუსეთის განათვლა. და იქმნება ასეთი შთაბეჭდილება, რომ აი ამ პატარა დაჩაგრული ქრისტიანული ერების, რომლებიც 100 წლეულების მანძილზე 300 წელი, ზოგი 400 წელი იყო მუსულმანთა ბატონების ქვეშ, რუსეთს აკისრია იმის მისია, რომ ეს მართლმადიდებლური ქვეყნები გაანთავისუფლოს ოსმალეთის იმპერიიდან და საერთოდ ოსმალეთის იმპერიას მოუღოს ბოლო. ისე როგორც თავის დროზე ოსმალეთის იმპერიამ ბოლო მოუღო ბიზანტიის იმპერიას. მართლმადიდებლური ქრისტიანული ბიზანტია გაანადგურა. მის ადგილას დაარსა რაც დაარსა.
ვისაც გაინტერესებთ ამაზე მე ვიდეო და დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ. მაგრამ რუსეთისთვის ეს ყველაფერი არის რა? რატო საუბრობ ამას? რუსეთისთვის ეს ყველაფერი არის თბილ ზღვებზე გასასვლელი საყრდენი პუნქტები და აცხადებს ესეთ რაღაცას, თავს აცხადებს რომის იმპერიის მემკვიდრედ. და იღებს ისტორიულ მისიას, რომელიც ისტორიული მისიითაც მოხდება კონსტანტინოპოლის განთავისუფლება ურჯულოების უღლის სიმძიმისგან. ხა ესეც ისტორიაში გადასახედი არის, იყო ორი შემთხვევა იყო. შემთხვევა იყო ისეთი, რომ პირველი შემთხვევა ადრიანოპოლის ზავით დასრულდა და მიახლოებული იყვნენ სტამბულთან. ეს მეორე ბერლინის საზავო ხელშეკრულებით არის შემდეგ ცნობილი, როდესაც უკვე 1817 წლის რუსეთ-თურქეთის ბრძოლები არის, როდესაც სულ რაღაცა 10 კილომეტრში არიან მისული უკვე სტამბულის გასათავისუფლებლად და თურქეთი მიდის ყველაფერზე, ოღონდ დედაქალაქი სტამბული იქნას გადარჩენილი. და უთმობს რუსეთს უზარმაზარ ტერიტორიებს, როგორც ბალკანეთზე, ისევე კავკასიაში. სხვათა შორის 1817 წელს მოხდა აჭარის გათავისუფლება. აჭარაში იყო ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი ოსმალების. აქ უკვე ამ ყველაფერში ერთვება დასავლეთის ქვეყნები. მანამდე სხვათა შორის ყირიმის ომშიც, დასავლეთში მაქვს საუბარი. დასავლეთის ქვეყნები ეს არის ბრიტანეთი პირველ რიგში, საფრანგეთი, რომლებიც ჰეგემონები არიან და რომლებიც თავის დროზე ჯვაროსნული ომების შემოქმედები იყვნენ ოსმალების წინააღმდეგ, მაგრამ ჩნდებიან ოსმალების ხარდამხარ. უფრო მეტიც ყირიმის ომში 1856 წლის პერიოდი არის, ფრანგული, ბრიტანული და იტალიური ესკადრელიები იბრძვიან ოსმალეთის მხარდამხარ სევასტოპოლში, ყირიმში. იმიტომ რომ აქ უკვე ჩნდება კონკურენტი, რომ მართლა უკვე კონკურენტი რუსეთი უკვე გადის თბილ წყლებზე და უკვე შეიძლება როგორც ხმელეთზე არის ოკუპანტი, ასე შეიძლება გახდეს კოლონიზატორი სხვადასხვა ქვეყნებში, იგივე აფრიკაში და ასე შემდეგ. რომელიც დღემდე რჩება სხვათა შორის საფრანგეთის უდიდეს კოლონია და რესურსების ცენტრი. თუმცა ძალიან საინტერესო მომენტი არის ერთი რაღაცა. ყველა ძალისხმევას დებენ ამ ყველაფერში, რომ როგორც ახლა დღეს იძახიან რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი მოხდეს რუსეთის, რომელიც არა მარტო სამხრეთისკენ იწევს, არამედ დასავლეთისკენაც იწევს. დასავლეთისკენ იწევს თავისთავად იმისთვის, რომ იმპერია არის და დასავლეთის ქვეყნებიდან, როგორც თქვი, ლიტვიდან, შვედეთიდან, თავის დროზე პოლონეთიდანაც ისტორიულად ყოველთვის იყო რუსეთი შეწუხებული. სულ იპყრობდნენ, სულ აწვალებდნენ, სულ დანჯავდნენ, ასე იყო. დღეს რო არის ლიტვა და პატარაა და თურმე პოლონეთიც რა უნდა ყოფილიყო, ასე არ იყო ადრე. რეჩ პოსპოლიტა ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა იყო, რომელიც დედასტირობდა რუსებს, შავდღეში ყავდა. ახლა ამათაც ექმნებათ უკვე საფრთხე, რომ კონკურენტი მოდის. აქ ჩნდება განსაკუთრებული ისტორიული, ასე რომ ვთქვა, დაპირისპირება რუსეთს და დასავლეთს შორის. დასავლეთი მიდის ყველაფერზე. დასავლეთი ეკვრება მუსულმანებს. დასავლეთი ხარს უჭერს თვითონ რუსეთში რევოლუციურ მოძრაობებს. რომ რამენაირად შიგნიდან მოხდეს დასუსტება ამ ყველაფრის და ეს პროცესი მიმდინარეობს დღემდე. ეს ახლა ჩვეულებრივი პროცესია ის რაც ხდება. ეს არ შეცვლილა საუკუნეების მანძილზე, მაგრამ მე მინდა ერთ რაღაცას მიაქციოთ ძალიან განსაკუთრებულად ძალიან დიდი ყურადღება. ესე იგი
დიდი ფრანგული რევოლუციის შედეგად ეს ნაპოლეონის სანამ მოვიდოდა ის პერიოდი არის ამ დროს რუსეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა იმაში რა ქვია ევროპაში და ზედმეტ სახელად აქვს შერქმეული ევროპის ჟანდარმი. ევროპის ჟანდარმი არის რომელიც პოლონელებს, აღმოსავლეთ პრუსიას, შვედეთის საერთოდ გაჩუმებული ყავს ერთ დროს უძლიერესი იმპერია. ლაშქრობები, მათ შორის ბაგრატიონის ლაშქრობები იმ პერიოდის ავსტრიაში, ავსტრია-უნგრეთის უძლიერეს იმპერიაში, იგივე შვეიცარიის ალპებში უზარმაზარი ქვეყანაა და არიან შიშით, მაგრამ როდესაც იწყებს, აი დააკვირდით აი ამ მომენტს. როდესაც უძლიერესი ფრანგული იმპერია იწყებს ფორმირებას დიდი ისტორიული პიროვნების ნაპოლეონის ხელში, რომელიც ისტორიულად საფრანგეთი და ინგლისი მტრები არიან და თითქმის ხმელეთიდან საერთოდ განდევნის ინგლისს. და ეს პერიოდი საერთოდ დიდი ფრანგული რევოლუციიდან მოყოლებული ნაპოლეონის ბრძოლები ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ ეს პერიოდი სინამდვილეში რეალობაში იყო პირველი მსოფლიო ომი. არა ის პირველი მსოფლიო ომი, რომელსაც ოფიციალურად ქვია. ეს 1914-1918 წლები. ეს კი არ არის, ეს არის, იმიტომ რომ იმდენი სისხლი იღვრება ევროპაში. არაფრით არ ჩამოუვარდება პირველი მსოფლიო ომის. ამიტომ ბევრი თეორია მოისაზრება შემდეგნაირად, რომ ევროპაში მოხდა სამი მსოფლიო ომი. ეს იყო ნაპოლეონის ბრძოლები, ეს იყო პირველი მსოფლიო ომი და ეს იყო მეორე მსოფლიო ომი, რომლის მშობელიც გახდა ევროპა. და აი აქ ხდება ყველაზე საინტერესო მომენტი. მთელი დასავლური კოალიცია 400,000-იანი არმიით იკრიბება ნაპოლეონის ირგვლივ და იწყებს ლაშქრობას აღმოსავლეთით, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. პრაქტიკულად გაერთიანებული ევროპა იწყებს ლაშქრობას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. სხვათა შორის შვედებმაც მაშინ წამოყვეს თავი, იხელთეს დრო, რომ ძველი წყენებზე შური ეძიებიათ და მთელი პრაქტიკულად დასავლური კოალიცია უცხადებს ომს რუსეთს. აი რატო არა აქვს რუსეთში დასავლეთის ნდობა? და რატო ეშინიათ, პირდაპირ ვთქვათ, რატო ეშინიათ რუსეთში დასავლეთის? არ უყვართ და ეშინიათ და არ ენდობი. მაშინდელი გაერთიანებული დასავლური არმია და ძალიან ბედნიერი არის ინგლისი სხვათა შორის ნაპოლეონის და საფრანგეთის დაუძინებელი მტერი, რომელიც მიესალმება ნაპოლეონის ლაშქრობას რუსეთში. რუსეთი ინგლისისთვის ყოველთვის საზღვარი მტერი იყო და ამაზე უკეთესი რა ხდება. ახლა მაშინ ზოგზოგიერთმა უნდა წაიკითხოს გაერთიანებული ევროპის ჯარებმა ნაპოლეონის სარდლობით რამხელა სისხლი და რამხელა უბედურება მოიტანეს რუსეთში. და საიდან მოდის ეს არმია? ეს არმია არ მოდის აღმოსავლეთიდან და ეს არ არის ის ცნობილი კალკის ბრძოლა, როდესაც 100,000-ობით რუსი და მონღოლი შეაკვდა ერთმანეთს და სადღაც 20,000-მდე რუსი გადარჩა და გამარჯვებული დაერქვათ ამ ბრძოლაში. ეს არის დასავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის გაერთიანებული ჯარები ესხმიან რუსეთს თავს და ეს არ არის შორი. ისტორიულ მახსოვრობაში ეს არის ძალიან მოკლე მომენტი. ეს არის 1812 წელია. პრაქტიკულად 200 წელია მის მერე გასული. 19 საუკუნის დასაწყისი. ხდება რუსეთში შეჭრა. რუსეთი ამხელა უზარმაზარი ქვეყანა არის, მაგრამ 70% მისი მოსახლეობის ცხოვრობს რუსეთის ევროპულ ნაწილში. დემოგრაფიულად რა, მისი ურბანიზება ასეა. ხდება რუსეთის როგორც
ქვეყნის, ახლა აბა როგორი იქნება ახლა 400,000-იანი არმია შეიჭრა დასავლეთის მემართულება, დასავლეთის მხრიდან რუსეთში და სისხლის გუბეები დადგა. სხვადასხვა მაშინ გამოცხადდა სამამულო ომი. მერე როდესაც მეორე მსოფლიო ომზე იყო საუბარი, მეორე მსოფლიო ომს ადარებდნენ ამ ყველაფერს და იმიტომ არის ატეჩესტვენაია ვაინა იმასაც, იმიტომ ქვია, რომ სამამულო ომი გამოცხადდა მაშინაც და რუსეთი მარტო რჩება მთელი გაერთიანებული ევროპის ჯარების პირისპირ, რომელსაც სარდლობს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავარი ნაპოლეონი. უზარმაზარი სისხლის ფასად ახდენენ ნაპოლეონის დამარცხებას, განდევნას რუსეთიდან. პრინციპში აქაც საკითხავია, იმიტომ რომ ბრძოლის ველზე უშუალოდ შეტაკებები ნაპოლეონს არ წაუგია. იგივე ბოროდინოს ბრძოლა, როდესაც დასრულდა, ბატალიები დასრულდა, დილა რო გათენდა, რუსული არმია ბრძოლის ველზე არ იყო, სიღრმეში იყო, სტრატეგიულ უკან დახევაში იყო, ბრძოლის ველზე არ დარჩა რუსული არმია. და დაიძრენ, შემდეგ აიღეს მოსკოვა, პრინციპში აიღეს კი არა, მოსკოვი დაცლილი დახვდათ. ანუ თვითონ ნაპოლეონი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ამ ბრძოლაშიო რუსებმა დაამტკიცეს, რომ დაუმარცხებლები არიანო და ფრანგებმა დაამტკიცესო, რომ გამარჯვებას იმსახურებდნენო, მაგრამ არც დამარცხება და არც გამარჯვება არ დადგაო. ძალიან საინტერესო შეფასება არის სხვათა შორის. ეს ერთი პერიოდი. ამან მოიტანა რუსეთში მილიონობით ადამიანის დაღუპვა, სისხლი, უბედურება, მაგრამ საბოლოო ჯამში დასრულდა ეს ბრძოლა პარიზში. შემოვიდნენ აქ დღეს რომ მონმარტი არის ძალიან საამაყო რუსული არმია და რუსმა ოფიცრებმა დაუწერეს მაშინდელ საფრანგეთს კონსტიტუცია. ეს ის პერიოდი არის, როდესაც რუსი ოფიცრები პარიზში წერენ საფრანგეთის კონსტიტუციას, თუმცა თავიანთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მონათმფლობელობა ყავთ. და სახელი ბისტრო სხვათა შორის მას შემდეგ დამკვიდრდა საფრანგეთში, აი ფრანგული დუქნები რო არის ბისტრო, ხო? ეს რუსი ოფიცრები უძახდნენ აქ ადგილობრივს, ბისტრო, საჭმელი სასმელი მოგვიტანეო სწრაფათო და სწრაფად ნიშნავს. მას მერე იქნა. ეს დამთავრდა ახლა ეს რეალურად პირველი მსოფლიო ომი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა მოუტანეს უზარმაზარი სისხლისღვრა რუსეთს და არ გადის 100 წელიწადი, ახლა მის ლოკალურ ბრძოლებზე აღარ მაქვს საუბარი. პირველი მსოფლიო ომი ისევე დასავლეთიდან შეჭრა რუსეთში, გერმანიის, ისევე რუსეთის ტერიტორიაზე უზარმაზარი ბრძოლები, სისხლი, მათ შორის გამოყენება ქიმიური იარაღის. წაიკითხეთ ეს ატაკა მერტვეცოვ, ასე ქვია, პირველად როდესაც გამოიყენეს საწამლავი, მოწამლული იარაღი გერმანელებმა აღმოსავლეთის ფრონტზე. როგორ გმირულად იბრძოდნენ. მაშინ არსებობდა ეს ძიკაე დივიზია, კავკასიური დივიზია და უამრავი ქართველი, სხვათა შორის 200,000-მდე ქართველი იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, ამაზე ბევრ საუბარი არ უყვარს. მთელი ეს მაზნიაშვილები და ესენი ყველას მაგ ქონდა საბრძოლო ნათლობები გავლილი. ისევ დასავლეთიდან შეჭრა, ეგრეთ წოდებული, ახლა როგორც იციან, ფერადი რევოლუციები პარალელურად ფერადი რევოლუციები მეფის ჩამოგდება, დახვრეტა და დასავლეთში შექმნილი ბოლშევიკური მარქსის და ლენინის, მარქსის იდეებით შექმნილი ბოლშევიზმი თავს მოხვეული რუსეთს და სისხლისღვრა, ტერიტორიების დაკარგვა, დასავლეთის აგენტი ტროცკი, დღევანდელი ტროცკისტები ვინც არიან, რომელმაც ერთ დღეში ნახევარი ქვეყანა გადასცა. ერთ დღეში გადასცა მთელი ეს პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბელორუსიის ნაწილი და ასე შემდეგ. სხვათა შორის მაგას ამბობდა სტალინი. ფილმშიც არის გამოყენებული, რომ როდესაც მეორე მსოფლიო ომშიო
მეორე მსოფლიო ომში რო შემოიჭრენ ისევე დასავლეთის კოალიცია, მაშინ დაუსვა კითხვა რომ თუ ამ სულელებსო დასავლეთშიო რუსეთზე თავდასხმა მოჭყუაო, ვერასწავლათო? ნაპოლეონმაო ვერასწავლაო, ჭყუაო, ნაპოლეონის ბრძოლებმაო? მაგრამო ეს ყველაფერიო ტროცკის ბრალიაო, იმიტომ რომ ტროცკიმ გადაცაო ნახევარი ქვეყანაო ერთ დღეშიო და ამათ გონიათო რომ ჩვენს გადავცემთო მთელ ქვეყანას. ისევე დასავლური კოალიციის შემოჭრა, ინტერვენცია რუსეთში, იგივე ამერიკული ინტერვენცია, იგივე ბრიტანული ინტერვენცია, ფრანგული ინტერვენცია, გერმანული ინტერვენცია, სისხლი, უბედურება და უზარმაზარი დანაკარგები. ესეც დასავლეთიდან მოტანილი დემოკრატია, იდეოლოგია, რა ვიცი, მთელი ეს ყველაფერი, უბედური ომის სისხლი, ესეც დასავლეთით. დიდი სისხლის ფასად ხდება ამ ყველაფრის მოგერიებაც, დაზავებაც, რა ვიცი. გადის, არ გადის პირველი მსოფლიო ომიდან 20 წელიწადიც. არ შემოძმო პარიზში სტალინგრადის ქუჩა მარტო კი არა, პონტში სევასტოპოლის ქუჩაცა, ალექსანდრეს ხიდიცა, ძალიან ლამაზი ხიდია სხვათა შორის პარიზის და პეტერბურგის მეგობრობის ნიშნად აგებული, მე მინდა ბლოგი ჩავწერო და გაჩვენო. და სულ ახლახან ერთმანეთს რო ჭამენ რუსები და ფრანგები, ახლახან აპირებენ კიდე იმას, არ შეიძლება დაარქვეს კიდეც წითელი არმიის სახელი უნდა დაარქვან ერთ-ერთ ცენტრალურ ხიდს პარიზში, ისე რომ იცოდე. ახლა 2024 წელს ხდება ამ. და მოდის უკვე ჩვენთვის ყველასთვის არც ისე შორს არსებული ისტორია, რომელიც ჩვენ ბაბუებს ჩვენთვის მოუყოლიათ. ესაა მეორე მსოფლიო ომი. ისევე გაერთიანებული ევროპის ჯარები და თუ ვინმეს გონია რომ საბჭოთა კავშირს თავს დაესხა მხოლოდ და მხოლოდ გერმანული არმია, ძალიან უცოდინრობა და უწიგნურობა არის. საბჭოთა კავშირს დაესხა მაშინდელი გაერთიანებული ევროპის, ზუსტად გაერთიანებული ევროპის იმ დაპყრობილი ქვეყნებიდან წამოყვანილი ჯარი, რომელიც დაახლოებით 1.5 მილიონამდე თუ 2 მილიონამდე, არ ვიცი ახლა ზუსტად არ მახსოვს, 2 მილიონამდე ამ არმიაში შედიოდნენ როგორც გერმანელები, ავსტრიელები, იტალიელები, უნგრელები, რუმინელები და სხვათა შორის ქერჩის ბრძოლები, სადაც განსაკუთრებით დიდი სისხლი დაიღვარა, გერმანელებთან იმდენად არ იყო ბრძოლები, რამდენიც რუმინელებთან იყო. რუმინელების ხელზეა ჩვენი წინაპრების სისხლი, ისე რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ყირიმის და ქერჩის მიმართულებები რუმინელებს ეკავა. და რაც საინტერესო არის, ასევე ფრანგული ბატალიონები. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირის ტყვეობაში იყო 23,000 ფრანგი სამხედრო ტყვე. 23,000 ფრანგი სამხედრო ტყვე, როცა საფრანგეთი თვითონ გერმანიას ჰქონდა ოკუპირებული. და უფრო მეტიც იყო ფრანგული ბატალიონები ნაცისტური იდეებით და სხვათა შორის ეს იდეები ევროპის გაერთიანების შესახებ, ევროპის გაერთიანებული შტატების შესახებ, ზუსტად იდეებში ერთ-ერთში აქ მარტო მწერლების იდეებში კი არ იყო, მაგალითად ვიქტორ ჰიუგოს ქონდა გაერთიანებული ან დღევანდელი ევროკავშირის იდეა. ვიქტორ ჰიუგოს ამ დიდ მწერალს რომ ევროპის შტატების შექმნა. იგივე ქონდა თავის დროზე ნაპოლეონს იდეა. გაერთიანება, ევროპის გაერთიანება და საფრანგეთის ცენტრად. თვითონ საერთოდ საფრანგეთი ისტორიულად მოისაზრება ევროპის გამაერთიანებლად და ევროპის მამად. საერთოდ კარლოს დიდი, კარლ ველიქს, რომელსაც ეძახიან, ეს იყო
ევროპის მამას ეძახიან, მან შექმნა და ზუსტად კარლოს დიდის სახელობის ბატალიონი, ფრანგული ბატალიონი იყო ერთ-ერთი უძლიერესი ბატალიონი საუკეთესო მომზადების, რომელიც იბრძოდა გერმანული ფაშისტური გერმანიის რიგებში და როდესაც უახლოვდებოდნენ მოსკოვს, იმას იძახდნენ, რომ ჩვენ 1812 წლის გამო სისხლს ავიღებთო ჩვენი დაღუპულიო ფრანგი ძმების გამო. ეს იყო ერთ-ერთი უსასტიკესი ბატალიონი იყო. მე წაკითხული მაქვს ამ ადრეც მიხსენებია ლაივებში. შემდეგ იყენებდნენ ბელორუსი პარტიზანების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და როდესაც უკვე 45 წელი იყო 45 წელი იყო და უკვე გერმანიას ომი წაგებული ჰქონდა ომი და ბერლინის ოპერაცია რჩებოდა ასაღებად პრაქტიკულად გამოცხადებული ჰქონდათ კარლოს დიდის შარლემანები ერქვათ ამ ფრანგებს გამოუცხადა გიმლერმა რომ თქვენ შეგიძლიათო რომ წახვიდეთო საფრანგეთშიო და არა მაგრამ უთხრეს ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთო და ზუსტად რომ ფრანგები იყვნენ ბერლინის უკანასკნელი მცველები ფრანგები იყვნენ რომლებმაც 30 აპრილს უკანასკნელებმა მიიღეს რკინის ჯვრები, რაინდის ჯვრები გერმანული ვერმახტის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოები. იყო ერთ-ერთი უძლიერესი ბატალიონი, რომელიც ბერლინის ოპერაციის დროს, შემდეგ როდესაც დათვალეს, 68 აფეთქებული საბჭოთა ტანკი მაცემოდიოდა. და მერე როდესაც დაეცა ბერლინი და წავიდნენ, შორის საინტერესო მომენტი იყო, როდესაც წავიდნენ თავიანთ სამშობლოში, საფრანგეთში, როდესაც წავიდნენ, ბავარიის მიწაზე შემთხვევით გადაეყარენ დეგოლის და ლეკლერის ფრანგების განმანთავისუფლებელ არმიას. შეიპყრეს ეს ფანატიკი ფრანგები, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში და გენერალმა ლეკლერმა კითხა, რომ გაიგო, რომ ესენი მათმა კარგად იცოდნენ, ვინ იბრძოდა იქ და კითხა, რომ თქვენო ხართო მოღალატეებიო. იმიტომ ხართო მოღალატეებიო, კოლაბორაციონისტები და გერმანული ფორმაო როგორო ჩაიცვით. 10 კაცი იყო სულ გადარჩენილი ახლა იმ პერიოდში. ესენი იყვნენ გამოცდილი მებრძოლები იყვნენ, თავისი იდეისთვის მებრძოლები და გამოხედეს, ახლა ახედეს, დახედეს და იმარაო, რო კითხოსო, კაცმაო, ჩვენ გვეუბნებიო, გერმანული ფორმა გაცვიაო და შენ რატო გაცვიაო, ამერიკული ფორმაო ახლა. დეგოლი და საფრანგეთის განმანთავისუფლებელი ჯარები შემოვიდნენ ამერიკული და ბრიტანული ჯარების შემადგენლობაში და ესვათ ამერიკული ფორმა. ამას გაცოფდა მერე ლეკლერი მიაყენა კედელთან დახრიტა და გამოუცხადა, რომ საერთოდ ბრძანება გაცა, რომ არავინ არ დამარხოთ, ესენი ასე ზეზეულად დალპენ. 3 დღის მერე ამერიკელებმა დამარხეს ისევ. ხო და რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს ცოტა გამიგრძელდა ამ მიმართულებაზე. ამ შემთხვევაშიც გაერთიანებული ევროპის სარდლობა და გაერთიანებული ევროპის ჯარები ეს უკვე ბოლო უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლიან ომებში დაიზრენ მოსკოვისკენ. და მსხვერპლი რა ჰქონდათ? ვინმეს ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ რამხელა მსხვერპლი იყო საბჭოთა კავშირში. აქა 23 მილიონ ადამიანს, რომელთა 70% რუსეთის მოსახლეობა იყო. 70 მილიონი ადამიანი 41-45 წლებში რა დანაკარგს ნიშნავს, იცით? ყოველ დღე, აი რო წარმოვიდგინოთ, 20,000 ადამიანი იღუპებოდეს. ყოველ დღე განუწყვეტლივ. ყოველ დღე. აი, ერთ დღეში 20,000 ადამიანი გაწყდა, მეორე დღეში 20,000 ადამიანი გაწყდა. 40,000, 60,000 და აი ასე დაახლოებით მთელი ამ 4 წლის მანძილზე ამდენი ადამიანი იღუპებოდა. თუ არ გჯერათ გადაამრავლეთ.
და ნახავთ. ახლა როდესაც ამ ყველაფერს გადაანალიზებ, ადამიანი გადაანალიზებ რა და შეხედავ, რომ განსაკუთრებით ბოლო ორ მსოფლიო ომში, პრინციპში სამ მსოფლიო ომში რაც ვთქვით. რუსეთზე თავდასხმა სამივეჯერ განახორციელა დასავლეთ. გაერთიანებულმა დასავლეთ. ერთ შემთხვევაში მოსკოვის აღება მოახერხეს, ბოლო ორ შემთხვევაში ვერ მოახერხეს მოსკოვის აღება, მაგრამ ამხელა ზარალი და ადამიანური ზარალი და ამხელა ნგრევა და ამხელა ტკივილი მოუტანეს. რომელიმე რო იყოთ რუსეთის რუსი ერის წარმომადგენელი და რუსიდან, ანუ რუსეთის მხრიდან უყურებდეთ ამ ყველაფერს. თქვენ გექნებოდათ ნდობა ევროპული ღიმილის და ევროპული მშვიდობის? გექნებოდათ? თქვენ გექნებოდათ ნდობა? ახლა წარმოვიდგინოთ, ჩვენ ქართველები ვიყოთ და როგორც ჩვენ ქართველებს ისტორიის მანძილზე თურქებიდან 1000 წლიანი ისტორია. მხოლოდ სისხლი, მხოლოდ ომი, მხოლოდ უბედურება და ასე შემდეგ. ბოლო აგერ 1921 წელს იყო. ხო? ბაზნიაშვილის თამადობით იქნა განთავისუფლებული აჯარი. ვინმეს გექნებათ ნდობა, ვინმეს მე არ ვიცი, ახლა დებილებზე არა მაქვს საუბარი, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებზე მაქვს საუბარი. მე როდესაც ხედავ, რომ დამთავრდა ცივი ომი, დასრულდა ცივი ომის ეპოქა, მოხდა ხელშეკრულების გაფორმება დასავლეთს და ჯერ საბჭოთა კავშირს მერე რუსეთს შორის და შეგვპირდნენ, რომ ჩვენი გაერთიანებული ევროპის სამხედრო ბლოკი თქვენ საზღვრებთან არ მოვა. აი გეუბნებიან რა, არ მოვა. სიტყვით, მაგრამ საქმით ყოველდღე ივსება ის კოალიცია, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდება შენ საზღვრებს. და ახლა არის 21 საუკუნე. პირველ ნაპოლეონის ლაშქრობაში თუ კი ტექნოლოგიურად არ იყო განვითარებული მაშინდელი ინფრასტრუქტურა და მატარებელიც არ არსებობდა, თორე მატარებელი რო ყოფილიყო რა იქნებოდა ღმერთმაიც, რკინიგზა. პირველ მსოფლიო ომში არ იყო ძლიერად განვითარებული ავიაცია. აი მეორე მსოფლიო ომში რკინიგზაც იყო, ავიაციაც იყო, სატანკო არმადებიც იყო. და ახლა 21 საუკუნეში რკინიგზაცა, ავიაციაცა, სატანკო არმადებიც არსებობს, ბირთვული იარაღიც არსებობს, რაკეტებიც არსებობს, ყველაფერი არსებობს და ისევ და ისევ ორი მხარე დგას ერთმანეთის მიმართებაში. ისევე რუსეთი და დასავლეთი. და ამის მერე ხდება ის, რომ რუსეთი, რომელიც ეუბნება, მოდი ჩვენ რო ისევ ერთმანეთს არ დავეჯახოთ, დავტოვოთ ბუფერი. დასავლეთს და რუსეთს შორის, რომ ერთმანეთთან შეჯახება არ მოგვიწიოს ამ ორ დიდ ძალას. ისინი ახდენენ უკრაინაში ძალაუფლების დამხობას, შეიარაღებას უკრაინული არმიის და აიარაღებენ დღემდე ინსტრუქტორების გაგზავნას, ფულს, იდეოლოგიას, ყველაფერს და ნომერ პირველი მტერი არის რუსეთი. საქართველო რო იყოს მის ადგილას რას იზამ? კითხვა სვა. ჩვენ ვართ თავიდან იმისთვის დავიწყე ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვართ 3.700.000-ო როგორც დავთვალეს და ვართ ახლა ამ 3.700.000 ასე ჩავაგდო და ზივართ აგრე და დალევენ ორჯი ღვინოს ქართველები და ეს აღმაშენებლის ტრაბახი, ნიკოფსიიდან და რუბანდამდე ოცნება, ნატრა ეს და ხო ჩვენ რო ვიყოთ 140 მილიონი და ბირთვული ქვეყანა და ყველაზე დიდი უზარმაზარი სახმელეთო ტერიტორიებით, ხმელეთით ყველაზე მსოფლიოში დიდი ქვეყანა და რათაც დიდი ქვეყანა
ვიქნებით მით უფრო დიდი მტერი რო გვეყოლება და მით უფრო იმის რა თუნდა ლაპარაკი და ჩვენ გვყავდეს 3.700.000-იანი მეზობელი რუსეთი რომელიც ჩვენ დაუძინებელი მტრების სამხედრო ბაზის გახსნა უნდა და გვიჩიჩხინებს. მე გეტყვით, რომ ქართველი ადამიანის ბუნება იმნაირია, ქვაზე არ დატოვებდა იმ რუსეთში. ხოდა. რუსეთის დედა მოვწყანდა დანარჩენებისაც, შენ გენაცვალე. ხოლო ასე კლასიკურად თუ გაცემ ამ ყველაფერს პასუხს თუ არა, სხვანაირად რას უნდა გაცე პასუხი? მართალი ხარ? ყველას 60 გრადუსი. მე აქ არც ერთის მხარესა ვარ და არც მეორეს მხარესა ვარ. მე ვამბობ უბრალოდ რეალობას, რომელიც რეალობას ამ საუკუნეების მანძილზე დალაგდა. და აი ამ დალაგებულ რეალობაში ვართ ჩვენ და ჩვენი ადგილი გვინდა იმისთვის, რომ გადავრჩეთ. რატო ხდება ხო? მიზან რეალობაში ამ ყველაფერს რატო აქვს დასავლეთს და რუსეთს აი ასეთი მიზეზი რა არის ამ ყველაფრის, ხო? აი მიზეზი რა არის ამ ყველაფრის? მიზეზი მარტივია. ძალიან მარტივია მიზეზი. რუსეთი არის უზარმაზარი რესურსების ქვეყანა. აფრიკა კოლონიზირებულია, სამხრეთ ამერიკა კოლონიზირებულია, აზიის ნაწილი კოლონიზირებულია. რა უნდათ ქვეყნებს, რომლებიც ისტორიულად არიან კოლონიზატორები. და გამოვიდეს ვინმე და მითხრას, რომ ინგლისი არაა კოლონიზატორი ისტორიულად. გამოვიდეს ვინმე და მითხრას, რომ საფრანგეთი არაა კოლონიზატორი ისტორიულად. გამოვიდეს ვინმე და მითხრას, რომ ვახუშტიანია მიმტკიცებდა, რომ როგორ შეიძლება ესო რა ქვია დემოკრატიულიო იმპერიაო ამერიკაზეო რო თქვაო. ასეთი ცოტა მე წარმოდგენა მქონდა მაგ ადამიანზე, მაგრამ მე გეტყვით, რომ ამერიკა არაა პირველი დემოკრატიული იმპერია. პირველი დემოკრატიული იმპერია იყო რომის იმპერია ის. დემოკრატიული მართვის პრინციპები იყო რომის იმპერიაში და რომის სამართალზე ვცხოვრობთ, რომანულ-გერმანულ სამართალზე დღემდე. ჩვენ ანგლო-საქსონებზე არ მაქვს საუბარი. ხო. და იმპერია თუ არ არის, მაშინ როგორც პიროვნების ბიოგრაფიას უნდა ჩახედო, ვინაა და რას წარმოადგენს, ასე უნდა ჩახედო ამერიკის ისტორიასაც. ამერიკა არის 257 წლის. 257 წლის მანძილზე. 19 წელი იყო ისე, როცა არ ომობდა. ერთადერთი ომი ჰქონდა მის ტერიტორიაზე. ისიც დაპყრობით. მექსიკას წაართვა 3/4 მის კონტინენტზე. მეორე იყო ისა რა ქვია, თვითონ შიდა სამოქალაქო, მაგი არ ითვლება ჩრდილოეთი და სამხრეთის არ ითვლება. დანარჩენი ყველა ომები იყო შემტევითი. კაი, პერლ-ჰარბორს თუ გაიხსენებს ვინმე, კი ბატონო, მეორე მსოფლიო ომში პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმა იყო, მაგრამ მქონდა ამას საფუძველი, იმიტომ რომ ამერიკელები იაპონელების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. დანარჩენი ყველა ომი, ყველა საბრძოლო ისტორია ამერიკული სამხედრო ძლიერების არის სულ შემტევითი ომების წარმოება. დაპყრობა. ვიეტნამში, ავღანეთში, ერაყში, სირიაში, პანამაში, ლიბიაში, გვიანაში, ასე შემდეგ ახლა უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო. ჩინეთში თავის დროზე. ასე შემდეგ. ხო და არის იმპერიების ჯახი. იმპერიები ვერ იყოფეს ჯერჯერობით. იყო გაყოფილი ერთი პერიოდი ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ვერ იყოფენ ამ ყველაფერს. არ ჭირდება ამას რაღაცა ისე შეფუთული მით ლაპარაკი, როგორც LGBT რო ამბობ. რატომ LGBT? პიდარასტი.
რატო ფუთავ? როცა ამერიკაში არ ეძახიან LGBT-ებს. ამერიკულ მეცნიერებაში პირდაპირ MCM ასე ქვია. Men to have sex with men. კაცი, რომელიც ხმარობს კაცს. ასე, არ ფუთავენ ისინი პირდაპირ ჩვენთვის იფუთება ეგ ყველაფერი. არალეტალური. ან ლეტალური იარაღი. მომაკვდინებელი იარაღი. რატო ამას ლაპარაკი? და მსგავსი ასეთი ლამაზი სიტყვები, ეს ის ჩლუნგების ის ბიდლები რო არიან, აი რო დახტიან იმაში, რა ქვია, ჩემ განსაკუთრებით YouTube-ის გვერდზე დათარეშობენ ეს ანონიმებად ერთი ვიღაცა ესტონელი ქართველი გამოჩნდა ბოლო დროს, ეს პილოტი ქვია ეს სახელად და მე ესტონეთში გაზრდილიო ქართველი ვარო და შებნელო შენ რა იციო ევროპა რა არისო და მაგარ ქვეყანაში ყოფილიყარ მზია გაზრდილი. მაგარ ქვეყანაში ყოფილიყარ გაზრდილი. უკეთეს რო ვერი მეინატრებს კაცი. და მაგარ ხალხში გეტყობა. ესტონეთში რო ხარ გაზრდილი. ხო ნახავს ახლა უეჭველი ვიცი და მოკითხვას გადავცე მაგედა. ფაშისტების თავმოვალს. ხო და აი ჩვენი ადგილი სად იქნება? ამ არეულ სამყაროში, ამ არეულ ცნობიერებაში, აგერა ბატონი ალექსანდრე გამოვიდა და თქვა რუსეთის დედაშევეცი და დანარჩენისაც და ამით გადაწყდება ესა რა ქვია საქართველოს პოლიტიკური პრობლემები. ახლა რა სურს? აი რა სურვილები აქვს რუსეთს? არას საჭირო და რატო ომობს ხო? აი რატო ბრძოლობს? რა არის რუსეთის ომის და ბრძოლის მთავარი ამოცანა რა არის? ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფო, რომელიც არსებობს, მას გააჩნია თავისი პირველ რიგში უსაფრთხოების დოქტრინა. როგორ არსებობს და როგორ იარსებებს მომავალში. როგორი მეზობლები ყავს, რა მიზნები აქვს მაგ მეზობლებს და როგორ უნდა იარსებოს. რა თქმა უნდა, რუსეთსაც აქვს გეგმა ასეთი. არაა ძნელი ამის არც წაკითხვა, ხა წაკითხვა თუ ვინმეს ეზარება YouTube-ში ჩაწეროს. მისი ყურით მოისმინოს. არსებობს თბილისში გაზრდილი, ხო, პრაქტიკულად გაზრდილი კაცია პრიმაკოვი. რომელსაც ეძახდნენ რუსეთის კისინჯერს. იმიტომ მან შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის დოქტრინა, განვითარების დოქტრინა, რომელ დოქტრინასაც ქვია პრიმაკოვის დოქტრინა. ანუ რუსეთმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება უსაფრთხო გარემოში და როგორ უნდა განვითარდეს. რომელი პარტნიორები უნდა ყავდეს, საით უნდა მიმართოს ეკონომიკა და რა სამხედრო უსაფრთხოების მოდელით უნდა მოახერხოს ამ ყველაფრის დაცვა. ამას ითვალისწინებს ქვეყნის მომავლის გეგმა ნებისმიერ ქვეყანაში. ღია სხვათაშორის ეს არ არის საიდუმლო და ჩვენ ადგილზეც მივართ, ჩემო კარგებო, მივართ. იმიტომ რომ საქართველო როგორც რუსეთის მეზობელი საქართველოსთვის არის ამ დოქტრინაში მინიჭებული ადგილი და საქართველო იყო პირველი სხვათაშორის ვის კისერზეც იქნა პრიმაკოვის დოქტრინის მათრახი მოხვედრილი. ძალიან მარტივად რო გითხრათ, რა წერს ახლა პრიმაკოვის დოქტრინა რას ითვალისწინებს? პრიმაკოვის დოქტრინა ითვალისწინებს რუსეთმა
შექმნას მის ირგვლივ ბუფერი უსაფრთხოების. ანუ ნატოს და რუსეთს შორის არსებობდნენ ქვეყნები, რომელი ქვეყნებიც იქნებიან ნეიტრალურები, რომელ ქვეყნებშიც არ იქნება ამერიკული და ნატოს ბაზები, არ იქნება ნატოს წევრი თავისთავად, აქეთ იქნება რუსეთი, იქეთ იქნება ნატო. ეს არის პირველი. ეს ზონა არის მოხაზული და მოხაზულ ზონაში შედის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, რომლებიც არიან რუსეთის უშუალო მეზობლები. ეს არის დაწყებული ეგრე ბელორუსიიდან, ბელორუსიას განსაკუთრებული სტატუსია. და პრიბალტიკის ქვეყნებზე არის მუშაობა, რომ პრიბალტიკის ქვეყნებიც იქნან გამოსული აი ამ იმიდან, რა ქვია, ნატოდან. და იქნას ბუფერი შექმნილი. ამაზე უნდა გახდეს მუშაობა და დანარჩენი არც ერთი ქვეყანა არ უნდა გახდეს ნატოს წევრი. ამას ითვალისწინებს სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით სარტყელის შემორტყმას რუსეთის უსაფრთხოების საზღვრების. ახლა ეს ვისაც ღრმად აინტერესებს ეს საკითხი, ეს არ არის მოგონილი, ასე რომ ვთქვათ, ასე ჰაერზე ყველაფერი. აი საქართველოს მიმართულებას ვიტყვი. და აი უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ აი ეს ბუფერი დაჯდა პოლიტიკოსმა და ეს დაწერა. დიპლომატმა ეს დაწერა, როგორი უნდა იყოს მისი ქვეყნის განვითარების უსაფრთხოების ზონა, მაგრამ ის რომ ამის უზრუნველყოფა მოახდინონ სამხედროებმა, ამას დაევალა რუსეთის მაღალ სამხედრო ჩინოსანს, რომელიც ითვლება თანამედროვე ომების რუსული თანამედროვე ომების წარმოების მამად და თანამედროვე რუსეთის სამხედრო დოქტრინის მამად, ეს არის გერასიმოვის დოქტრინა. გერასიმოვი არის ესეთი გენერალია რუსი. ანუ პოლიტიკოსმა ეს დაწერა და დიპლომატმა ეს უნდა უზრუნველყოს ამ ტერიტორიების დაცვა და შესრულება უნდა მოახდინოს რუსეთის ჯარმა და რუსულ ჯარს უნდა კონდეს ეს დავალებები. აი ეს დოქტრინა უკვე იქნა გაწერილი სერჯიუკოვის რა ქვია, გერასიმოვის მიერ. ამას ითვალისწინებს რუსეთი და რუსეთის უსაფრთხოების დოქტრინა. ეს უნდა. და სხვათა შორის საინტერესო არის ეკონომიკური განვითარების მიმართულება რუსეთის. ამ დოქტრინაში ევროპა არის ამოღებული. ევროპა არის საერთოდ ამოღებული და რუსეთის მთავარ პარტნიორებად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად დასახელებული არის ჩინეთი და ინდოეთი. აი ამ ორ ქვეყანასთან უახლოესი 50 წლის მანძილზე უნდა მოახდინოს რუსეთმა ეკონომიკური, ენერგეტიკული კავშირების განვითარება და ეს ტერიტორია უნდა იქნას მოზომილი რუსეთის უსაფრთხოებისთვის. და შავით თეთრზე არის მითითებული სხვათა შორის. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთმა უნდა გამოიყენოს შეიარაღებული ძალები. პირველი პრეცედენტი და პირველი შემთხვევა და პირველი მოქმედება ეს 2008 წელს მივიღეთ ჩვენ ქართველებმა საკუთარ თავზე ზუსტად იმ მიზნით, რომ საქართველოს სულა ნატოს სამხედრო ბლოკის მიმართებაში რაც იყო ნათქვამი ბუქარესტის სამიტზე, რომ აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები და ეს წევრები და ის წევრები, ეს იყო რუსეთისთვის მწვანე შუქი და წითელი ხაზი, რომელშიც უნდა ემოქმედეთ და ემართმა იმოქმედეს ისე, როგორც ამას ეუბნებოდა პრიმაკოვის და სერჯიუკოვის რაც გადავეკიდე კაცო, გერასიმოვის დოქტრინა. შემოიჭრეს საქართველოში, იქ პროვოკაციები მოაწყობიეს აგენტურას, დაიკავეს საქართველოს ტერიტორია,
გააძლიერეს ბაზები, დატოვეს ოკუპაცია და არიან ასე. ამ დოქტრინის მეორე მათრახი თავში მოხდა უკრაინელებს. ძალიან კარგად იცოდნენ უკრაინელებმა, რომ უკრაინელები თუ კი გაიწევდნენ ნატოსკენ, გარდაუვალი პროცესი იქნებოდა ის, რაც მოხდა. ნუ მოხდა ეს. ასე რომ შემოკარგებო, არაფერი რაღაცა ანომალიურ მოვლენასთან ჩვენ არა გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს ზუსტად იმ დოქტრინასთან საქმე, რომელი დოქტრინაც ითვალისწინებს იმას, რაც დღეს ხდება. ეს არის ღია, ეს არის პირდაპირი და რუსეთი თავის სამხედრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ განვითარებას ახდენს ამ ყველაფერს. ახლა რაც ვისაუბრე ევროპასთან მიმართებაში, ეს არის რუსი ადამიანის ისტორიული მახსოვრობა, განსაკუთრებით ბოლო 200 წლის მანძილზე, სამი დამანგრეველი ომი, რომელიც გაერთიანებული ევროპის შეჭრით რუსეთის ტერიტორიაზე დამთავრდა, სამომავლო რუსეთის განვითარებაში ითვალისწინებს შემდეგ რაღაცას. მაქსიმალურად მოხდეს ჩამოცილება რუსეთის ევროპიდან. როგორც ეკონომიკური, ენერგეტიკული და ასე შემდეგ სხვა პარტნიორები. ზუსტად ამიტომ ხდება ჩინეთთან გასადენების, ნავთობსადენების მშენებლობა, ეკონომიკური დაახლოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც ესენი იძახიან, რომ აი რუსეთის სანქციებში მოვახჩვეთ, რუსეთს ჩვენ სული ამოვხადეთ, ევროპას უფრო ჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს ევროპა, იმიტომ რომ მთელი ამ წლების მანძილზე რუსეთი ამაზე მუშაობდა, რომ ეს დოქტრინა მოეყვანა თავის არსებობის, ყოველდღიური რუტინული შრომით. ამას ხელმძღვანელობდა საბჭოთა კგბ-ს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი. აი ამას ვხედავთ ჩვენ დღეს. და რაც შეეხება დანარჩენს, ხო? თუ დანარჩენი იქნება ევროპიდან შემოსავალი, იმიტომ ევროპა არის ღარიბი კონტინენტი, არ არის გაზი, არის ნავთობი ევროპაში, არის სხვა ძალიან ძვირფასი მეტალები, წიაღისეული და ასე შემდეგ, უფრო ევროპას ჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს ჭირდება ევროპა. აი ეს არის და ეს არის. ეს სურს, ამას ფიქრობს და ამას აკეთებს. ახლა ნორმალური ადამიანი ნორმალურად გაიგებს ამ ყველაფერს და დებილი, იდიოტი, ჩამოყალიბებული, ქინძი. პუტინის აგენტი ლაპარაკობს, კაცო, ეიშლებაო რუსეთი. ერთს ჰქონდათ შედარება ჰქონდათ გაკეთებული და ეს დაუკომენტარე Facebook-ზე, რომ რუსეთშიო ამდენი ადამიანი ცხოვრობს, ამდენი ლოთიაო, ამდენი რა ქვიაო, ნარკოდამოკიდებულიო, ესო. დაშლილა, ვიცი, მე ვთხარი რუსეთი და რა აღვიჭირ, საწი მე ვთხარი, ავხდარა, მე ვთხარი. დადგა ჟამის სანეტარო, იხარე ქართველო ლიბერალო, წამებულო. პედეშპე გამოუშვი არა. ამასთან არ გვაქვს საქმე. დავიჯეროთ ფონდერ ლაინების და ფონკრამონების, რომლებიც ამბობენ, რომ ეს რა ქვია, რუსეთი ისეა აქცეული, თურმე იღებს იმას, რა ქვია, სარეცხი მანქანებიდან მიკროჩიპებს და დებს იმაში რაკეტებში თურმე და მალე სარეცხი მანქანები გამეელევათ რუსეთში და იმას ვერ გააკეთებს თურმე ბალისტიკურ რაკეტებს. ახლა შეეხება ჩვენ ადგილს,
თქვენ თვითონ განსაზღვრეთ ჩვენი ადგილი სად შეიძლება იყოს ნატოში მე მგონი 2008 წელმა აჩვენა რომ ნატოში და კვატოში ჩვენი ადგილი არც ისე არის და არც ასე არის. ჩვენი ადგილი არის იქ სადაც ვართ. და ახლა საქართველოს მიმართულებაზე სამხედრო დოქტრინა რას ითვალისწინებს? გენერალმა აკიამ ჯერ თვლა ისწავლოს 2000 ტანკი რო ყოლია რუსეთს და 20000 რო გაუნადგურეს უკრაინაში. მე გადავცემ ამას მაინც ჩემ გაგას. ცოდეს. ჯერ თვლა ისწავლოს და მე დაარჩენები მე გააკეთოს. კიდოვანის ხელის ბიჭები. შინელებაზე რა უბედურებაზე წაგებული ომის ყველა გენერალი და წესით მაგათ ადგილას ერთი ტყვია და შუბში უნდა ირეკონ ოფიცრის ღირსება რო გააჩნდა. აქ დასავლიან კიდო ხალხს ჭკუას. მოკლედ ჩვენ მიმართულებაზე არის რა? ახლა ეს გერასიმოვის დოქტრინაც ასე ჰაერიდან არ მოსულა. გერასიმოვის დოქტრინაც ეფუძნება თავის დროზე საბჭოთა კავშირის სამხედრო დოქტრინას, რომელიც როგორც ვიცი 1982 წელს იქნა განახლებული. კავკასიის მიმართულებაზე რას ითვალისწინებს? კავკასიის მიმართულებაზე ითვალისწინებს იმას, რომ თუ კი კავკასიის ტერიტორიაზე მოხდება ნატოს ჯარების შემოსვლა, რუსეთს რომ დაჭირდეს ბირთვული იარაღის გამოყენება, უნდა გამოიყენოს, იმიტომ რომ ნატოს ჯარება ვერ გადმოკვეთოს კავკასიის ქედი. პირდაპირ აქვს ეს გათვლილი. ეს სხვადასხვა საბჭოთა კავშირის პერიოდის დოქტრინაშიც ასე იყო, თუ კი მოხდებოდა ნატოს შემოჭრა, ბირთვული იარაღის გამოყენება უნდა მოხდარიყო. ჩვეულებრივი სამხედრო მეცნიერება ამას შვება. ახლა ბირთვული იარაღი არაა საუბარი აქ იმაზე, რა ქვია, სტრატეგიულ ბირთვული იარაღზე, რომ საქართველოსთან არაფერი დარჩებოდა. საქართველოს ტერიტორიის მე მქონდა ჩემ გვერდზე დადებული 26 სამიზნე ამერიკელებს ჰქონდათ ისევე ბირთვულ სამიზნეებად აყვანილი და აი ესე ითვალისწინებთ. ჩვენი ადგილი არის კავკასიაში, სადაც ვიყავით და ჩვენი ადგილი ახლა ჩვენ უნდა მოვძებნოთ. არავის არ უნდივართ ჩვენ შეერთებული რუსეთში. შეერთება რო უნდოდეთ საქართველოსი. აი რა და მუხზე ჩოქიალით ეხვეწება ცხინვალის რეგიონი ოღონ შემიერთეთ და ოღონ შემიერთეთო, მაგრამ არავინ არ იერთებს. საქართველოს რუსეთისთვის არის მისაღები უსაფრთხოების გარანტიებით, რომ საქართველოსთან რუსეთს არ დაემუქრება საფრთხე. საქართველოს გაწევრიანება ნატოში ეს ავტომატურად ნიშნავს რუსეთის საფრთხეს. ხომეტაერად რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს? არა კონსტიტუციაში გვიწერია მივდივართ ნატოში. იქ ღრმათაა ჩვენი ადგილი. ეს არის რეალობა ახლა და თუ ვინმეს უნდა მოიტყუოს თავი, ჩაყავით ეგრე სირაკლე მასავით იმაში. და დავამარცხოთ რუსთაველზე რუსეთი. და იქნებით კარგად. მოკლედ ძირითადი სათქმელი ვთქვი და რა ვიცი თუ ვინმეს რა მეკითხვა გაქვს, დამისვით. აქ იყო რაღაცას გუშაური მეკითხებოდა პუტინის და რუსეთის მაგინებელი. რაღაცას რო დაამთავრებო. დაგიბრუნონ აფხაზეთი რო წაგართვეს. ასე მარტივად არ ხდება პოლიტიკაში ტერიტორიების დაბრუნება. აფხაზეთი რო დარჩენილიყო საქართველოს შემადგენლობაში, ეშერის ლაბორატორიით დაწყებული, გუდაუთის ბაზით გაგრძელებული და უამრავი სხვა რაღაც, ისე იქნებოდა ამერიკელების ხელში, როგორც არის დღესდღეობით ლუგარის ლაბორატორია,
როგორც უნდა გადასულიყო ვაზიანი სამხედრო აეროდრომი, პორტები და ასე შემდეგ. საერთოდ მე გეუბნებით, რომ ნატოს თვითონ აბრევიატურას ცვლილება მოუნახოთ. ჩაო, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციას დავარქვით. ჩაო, მადამ. დამისვი შემოძმაო რაღაცას მეკითხებოდი, ვერ უნახე შენი კითხვა, გუდუ შაური ალექსი. ამირბის ეს ისინი. რას მე ბოლო მანამ მორჩებოდე ლაივს ერთი შედარება გააკეთე და სახელს მისცემი ისტორიულ რა შედარება გავაკეთო რომელი შედარება გავაკეთო გურამი როგორც ამბობს გააძლიერება ბატონი გურამი არის ნაძირალა პიროვნება ბატონი გურამი ქართველიშვილი არის უნაძირლესი პიროვნება და მაგის ნაბოდავები სიმართლე გითხრა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ რაღაცას აკეთებდა და აკეთებს. ეს არის ნაძირალა პიროვნება და ნაძირალა პიროვნების აზროვნება სიმართლე გითხრათ, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ კაი, რადგანაც ასე ძალიან გინდა გეტყვი. ნიშნავდა ეხლა ვინც პუტინს ემსახურება ივანიშვილიდან დაწყებული რამიშვილი დამთავრებული რა სახელს დაარქმევდი ой შეგენაცვალ კი მარა ახლა კონტრკითხვას დაგისვამდი რა კი ბატონო ივანიშვილი რუსეთიდან მოდის რუსული ფული აქვს კი ბატონო მაგრამ ჯოს ვინ არის რუსეთის უშიშროების სამსახურში საქართველოს მთავრობაში? სააკაშვილი არ ემსახურებოდა? სააკაშვილი არ ემსახურებოდა? სააკაშვილის ბიძი არ ემსახურებოდა? სააკაშვილის მინისტრი ღრიგოლა ვაშაძე შემთხვევით რუსული დიპლომატიური პასპორტით ხო არ იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი? პასპორტი ჰქონდა დიპლომატიური. ბენდუქიძე რუსეთის მოქალაქე და რუსეთში გამოჩეკილი მილიონერი არ იყო? ხო იყო. ბოგერი არ ემსახურებოდა? ბერმძღნარი ბერძენიშვილები? ბერმძღნარიშვილები უკაცრავად აუდიტორიასთან. რატო არ მიიღეს ერთი ილუსტრაციის კანონი? მე არაფერი მაქვს დასამალი არ ჩემი მამა ყოფილა ნასეთკა, არ ჩემი ბაბუა და არც დიდი ბაბუა და არც მე ყოფილა. რატო არ მიიღეს ერთი ეს ახლა რომ შიგ ევროპაში არის, რატო არ მიიღეს? მაშინ ხოშტარიები არ იყვნენ? მამამის გოგი ხოშტარიად დაწყებული და ეს მეორე ეს ფსლიკიანი ეს. ნაყოფი არა რუსეთის მოქალაქე? რუსული პასპორტით გიმოდამთავრებული რუსთავი ორს როფლობდა, რომელიც პუტინს დედას აგინებდა. და თვითონ მოსკოვში იყო ამ დროს. მე ერთი სახელი მაქვს ყველასთვის. რუსეთის მსახური იქნები, თურქეთის მსახური იქნები, ამერიკის მსახური იქნები, შიგ ევროპის მსახური იქნები, აფრიკის კავშირის მსახური იქნები, ვისი მსახურიც იქნები, შენ ხარ მოღალატე. შენ ვინც ამას აკეთებ, შენ ხარ მოღალატე. მორჩა და დამთავრდა. ეგენი არიან ფულის მსახურები, ვინც გადაუხდის ფულს, მე გეტყვით. ბორდელში მეტი პატიოსნებაა, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. ბორდელში ის ბოზები თუ არიან, მის სხეულს ყიდიან. და ესენი სამშობლოს ყიდიან. ახლა მაგაზე რო ვილაპარაკოთ, მაგას ვერ გააგებიებ ამ დებილებს. ვერ გააგებიებ იმას, რომ აჭარას დაკარგული იყო, ახალციხეც დაკარგული იყო, სხვა უამრავი ისინიც დაკარგული იყო და საერთოდ ქართველები ვიყავით დასული 400,000. ზოგადად 700,000. რაც იყო დანარჩენი ქართველები გამაჰმადიანებული იყო.
ახალციხის საფაშოში, აფხაზეთში, აჭარაში, შავი ზღვის ზოლში, იმერეთის ციხეებშიც ოსმალური გარნიზონები იდგა, სოლომონ პირველი არ ყოფილიყო და ასე შემდეგ. არ უყვართ სიმართლე და ვისაც ახლა სიმართლე არ უყვარს, ერთი კაი დედის გინება ვიცი, მაგას არ მინდა ხო ეს ეთერი გავაფუჭო ამ ლანძღვა გინებით. თუ გაქვთ ვინმე კითხვა დამისვით და დაგემშვიდობებით, დავიღალე ენა დამეღალა მეც ნალაპარაკე. იმედია ვთქვი გასაგებად სათქმელი. აი ეს სურს რუსეთს. ახლა ამერიკას რა სურს და დასავლეთს რა სურს. ის სურს, რაც ხდება ეგრე უკრაინაში და რაც უნდა მოხდეს საქართველოში. რაც ორჯერ უკვე მოხდა საქართველოში, მაგრამ დებილების თავში ვერ შეიყვან ამას, იდიოტიზმს და ავადმყოფობას. ვაიმე, ეს ალექსი გადამრევს ბიჭო. იმენა პუტინის ხმებზე, რა ვიცი ახლა მე რა ვიცი, მოღალატე, ყველა მოღალატეა, ვინ სამშობლოს ღალატობს სხვისი ქვეყნის ინტერესებისთვის. რა ვიცი, რა გითხრა? დალპება მოღალატის სული, დალპება აუცილებლად, დალპება ზევით უფალთან. ეგ აუცილებლად იქნება. მაგას უნერვიულობ, მაგას იქ ღმერთთან ვერ ჩააწყობენ საქმეს და იქ კოჰაბიტაციას ვერ გააკეთებენ. ეს სურს. ახლა ვისაც აქვს სურვილი და თურმე ეს 100 არ არის, რაც მე ვილაპარაკე და დიდი განათლებული უსაფრთხოების ექსპერტები რო ყავს ჩვენ, იმათ დაწყებული პროდასავლელი შიგ ევროპელებით და მით უბრალოდ ვინცა თუ კი აქვს სურვილი, აგე რა. აფერაც იყო იმაში. დუელი საფრანგეთში კი ვარ და ფრანგული სიტყვა მოგონილი, აგე რა. ხელთათმას გესროულებით და ვილაპარაკოთ და ხალხმა მეისმინოს. რა ვიცი, პუტინის მეგობრები ვინ არიან? ახლა ზოგიერთი ქართველი არის, საერთოდ თulis თავს, რომ საბჭოთა კავშირია მისი სამშობლო დღემდე და არანაირი საქართველოს არ არსებობს და მე რა ვიცი, მე რას მეკითხები? მე არ მომწერია მაგნაირ რამეებზე ხელი და არ ვიცი ეგ განცდები არ ამაქვს. მე ვიცი ერთ დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი ეროვნული ქრისტიანული საქართველო. ესა ჩემი სურვილი. და ნუ იქნებითო, დაგვიბარა, ზუსტად გამსახურდია ნურც იმპერიების მხარესო და ნურც გარიგებების მხარეზე. იყავით სამშობლოს მხარეზეო, მაგრამ ძნელია ამ სამშობლოს მხარეზე ყოფნა, კაცო. არ მოდის ამ კონვერტში ჩადებული ფულები, წვალებაა და არ უნდა ამ ხალხს წვალება, კაი ცხოვრება უნდა. კაი ცხოვრებაც უნდა და თან პატრიოტობაც უნდა. რა ვიცი, მე იმდენად კითხვას მისვამ. თანამედროვეების ციციანოები და თანამედროვეების ყორღანაშვილები მე რა ჯანდაბა ვიცი. იდარასტები ქვია ჩემო ძმაო, ამას გეტყვი. ყველაზე ნაღდი იქნება, ვისაც რა უნდა ისა თქვას, ჩვენმა წისქვილმა ფქვილი თქვას. დაბრუნეთ ხალხი, გახსენით ქარხნები, ფაბრიკები, ბიტკოინებში რო გაქვთ ფულები ჩადებული. დახანით ეზოების, სოფლის მეურნეობა, პატარა ქარხნები შექმენით. ჩაკეტეთ იმპორტი, გაახარეთ ქართველი გლეხის გული, გაახარეთ. შეუწყეთ ხელი დემოგრაფიას და რაც გინდათ ის გეძახონ. რაც გინდათ ის გეძახონ. აჰა. მეტი არაფერი. კორეის ომი რო დამთავრდა, დააჯდა 20 მილიონი კორეელი და თქვა რა არის ჩვენი პირველი ამოცანა, როგორ ჭამოთ საჭმელი, როგორ გადავრჩეთ არსებობა გვინდაო. სამხრეთ კორეაზე მაქვს ლაპარაკი. და შექმნეს ისეთ სახელმწიფო, როგორც შექმნილია. გამოვა ვიღაცა და ამერიკელების ხარჯზე შექმნეს, ამერიკელებმა შექმნეს. კომუნისტური კი არა. ხო, ამერიკელი ჩადიოდა, მე ეთქობა სამხრეთ კორეაში და ამერიკელი მუშაობდა და ამერიკელი მაშინ. ხა, არც გაკეთება არ უნდა. კლიკინი, ჭორაობა, ამან იმაზე ეგი თქვა, იმან ამაზე ეგი თქვა.
ამან იმას ეს შეუყო, ამან იმას ეს გამოუღო. ეს გია დღეს პოლიტიკა საქართველოში. მელიამ იცეკვა, ტურამ იკივლა, გელმა იხმულა და ასე და ძაღლმა და კატამ და ეგია დღეს პოლიტიკა. რა გითხრათ? ესაა ქართული პოლიტიკა. აი, დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, ასე ერთგულად რომ მისმენდით, ღებულობდით მონაწილეობას და ასე გულიანად გულშემატკივრობდით.